ქართული იუმორის დიდოსტატი. ბატონი ბიძინა მახარაძე გახლავთ დღევანდელი გადაცემის პირველი სტუმარი. ბიძინა მოგესალმებით ჩემო გიძვასო. მადლობა სტუმრობისთვის და თავიდანვე მინდა ვახსენო რომ შენ არაერთ გამოჩენილ არტისტთან ქონია მართლაც საშუალება ბედნიერება რომ ყოფილიყავი სცენაზე და ქონოდა ურთიერთობა ცხოვრებაში. და ერთ-ერთი ესეთი არაჩვეულებრივი ადამიანი, მართლაც საყვარელი პიროვნება, ბატონი ედუარდ ცეფაშვილი, მინდა რომ გავიხსენო და შენ გაქვს არაერთი ისტორია მასთან დაკავშირებული და მოდი აქედან დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი. კი ბატონო, სიამოვნებით. მე საერთოდ ყოველთვის მიყვარს, როდესაც სხვა პროფესიის ადამიანში, იგივე მომღერალი იქნება თუ მოცეკვავე იქნება, იუმორი როცა არის და თან ჭარბად. აი ეს მომწონს და ზოგი მეკითხება, საიდან იმახსოვრებ ამდენს, რომ მე სპეციალურად არაფერს არ ვიმახსოვრებ, სერიოზულად. რაღაცნაირად ისე მაქვს მოწყობილი ტვინი, რომ თავად მომახსოვრდება. ხო და ედუარდი თუ ედიკა შეიძლება ვთქვა, ჩვენი ახლობელი იყო ახლა ეს კაცი და ედიკა ყვება თვითონ ახლა გასტროლებზე ტრიო იყო შაშვები ერქვა ესეთი ხო და მე ყველა მეძახდა გასტროლებზე ხანდახან ხანსუფრაზე ხარ ხან ერთად ხარ სასტუმროში და რაღაცებს ყვება თავისი ბიოგრაფიიდან და ერთ-ერთი ასეთი იყო რომ მივდივარ თუ გასტროლებზეო ხო და ესე იგი ხوارი პირველი ლიანდაგი, მეორე ლიანდაგი, რკინიგზის სადგურზე ხო, ბაქანი ქვია ხო ამას რაღაცა და 5 წუთი არის გასვლამდეო და მომშივდაო კაცო. ხო და ჩვენ ყავდა მუშათო, ერთი ბიჭიო არც მახსოვს ახლა რა ერქვა იმას და უთხარიო ბიჭო, აგერ შენ ფულიო და 3 წალი ბუტერბროდი მომიტანე მესამე ბაქნიდან, იმიტომ რომ აქ არ არისო. ოგ რა თქმა უნდა, კი, ესე თქვა რაღაცა გაიქცა, გავიდა 2 წუთი, მოვარდა, ისა ბაქანი რა არის? ბიჭო, ბაქანი არისო, აი ჩვენ დგავარ პირველზეო. მე მეორე აი ლიადაგების ხო გამიგე? ხო, კაი, გავიგეო და გაიქცა კიდე მოვიდა. რა იყო ვიდა? ისა, ედიკჯანე, ბუტერბროდი რა არის? აღარ მინდა შენი არც არაფერი. არა, ხო, სამი სიტყვა უთხარი, 2 არის ცოტა. შეერი წავედი და გასტროლებზეო რა. ესეთი. მე კიდე მოყვა ესეთი ღვინოსთან დაკავშირებით. დავაპატიჟეო, ჩემი მეზობელიაო, სომეხიაო, ხო და ქართული იცის ყველაფერი, მაგრამ თავისი აქცენტებითაო და ხო და მოდი მე ვთქვარიო, რომ სხვადასხვა ღვინოები მაქვს. ხო და დაგალევიეფო რა. ეხლა უნდა რომ თავი მოაწონოს რომ როგორი ღვინოა და ხო კანიშა ედიგჯან და დაждენ და სვამენ. საფხულია. ო დაუშვია შავი საფერა შეიძლება დალია ვა კარგი ღვინოა კარგია მაგრამ ბერამს ვა ბერა როგორ ბერა მოდი მაშინ თეთრს დაგალევინებო აუ რაღაც სასწაულიო დაოსხიო ეგ არა მაინც ბერამს ვა ხო ბიჭო მაშინ მოდი აურევო მე ამ წითელს და თეთრს და დალია ედიგჯან ძალიან კარგი ღვინოა ძალიან ყველაფერი მაგრამ ბერამს რა კაცო რა ბერამს გადა ფორჩუნჩკა დაგედე ბერამს თურმე უბერალს ხო უბერალს ერთმა ასომასე შეცვალა ეს ყველაფერი ნუ ეს რა შეეხება ედუარდ ცეფაშვილს კი ხო და ერთი მეზობელი მიყვება მეგრელია თან ასვამია ცოტა გაიგე და რაღაცა საქმე მქონდა რაღაცა და დავრეკე ის რო არის კაცო 112 ხო ხო და იქიდან მეუბნებია მე ვთხარი 112-ია? კი 112 გისმენთო. მე ვთხარი 112 არ მინდა ერთმა მომისმინეთ ბიჭო რა იგი. ეს რა შეეხება მეგრელს, მაგრამ ახურ იუმორს შენს შემოქმედებაში მაინც რაღაცა განსაკუთრებული ადგილი აქვს და მოდი ამაზე მომიყევი და კახეთში შენს გასტროლებზე. ჩემი სულ პირველი მონოლოგი კახელზე იყო. კი, მახსოვს ძალიან კარგად. ხო, კახელზე იყო და ეს ჩემი მეგობარი ერთი გივი ვარდიაშვილი, მან მასწავლა საგარეჯოული კახურით, მქონდა იუმორთან დაკავშირებით, ხო და კახეთთან დაკავშირებით ეს რაღაც ვიხსენებ რომ გასტროლებზე ვართ, ძველი დროა რა. ხო და შაშიანი არის ეს სოფელი კაცო. არ ეწყინებათ. შესანიშნავი სოფელი. ხო და გამოდივარ, მაშინ ჯერ კიდევ პაროდიებს ვასრულებდი სპარტაკ ბაღაშვილზე და ჩეიკვაძეზე რაღაცა და იყო ესეთი კონცერტები სკოლის მოსწავლეებისათვის სპეციალურად. ხო და მე სცენაზე ვდგევარ, დარბაზი როგორა იცი, გადაბმული სკამები კი არა.
არამედ ორად როა გაყოფილი და შუაში სასიარულოა. ბიჭო, გამოდი ახლა მიჩეული ვარ რომ რაღაცას ვიყურებ, გაიცინებენ, ხო? მერე პაუზა გაიცედა. აქ ვიღაცა პედაგოგი ქალი ესე დადის მოღუშული ამ რიგებში, გაიგე რაღაცას გავიხუმრე ბავშვები. გოჩუმდით. კიდე რაღაცას ვიტყვი ბავშვი. გოჩუმდით. ესე დადიოდა გაკვეთილი მეგონა. გაკვეთილზე ხوار შეიძლება არც ხუმრობა, არც ლაპარაკი და ჩამიშალა მთელი ნომერი. გიწესრიგებდა რა გინდა? ხო, ეს რიგება. თორებაში არ დამავეცდება რა. ხო და ეხლა კახელს რაც შეეხება კიდე. შენ ახლა კახელი ხარ, ხო? მაგრამ მიუხედავად ამისა ისეთ პერსონაჟს გეტყვი, რომელიც შენც არიცი. აბა, ხო, ეს არის ვალხენაი ბიჭი შლარტო. უი, არ ვიცი, არ გამიგია. ეხლა ვალხენაი ბიჭი შლარტო, ეს არის მიუნხაუზენის ბიძაშვილი. ანუ კახური ვერსია. ხო, კახური ვერსია მიუნხაუზენი. ისეთ რაღაცებს ყვება, აი, ტყუილს, მართალ ყველაფერი არის და ხალხი ყოველთვის გარშემოა კახელები და შლარტო ახლა ზოგმა იცის მისი მოყოლილი, ზოგმა არ იცის და კრემლის მოედანზეო სტალინმა დაგვიბარაო. და ესე ვარ ჩამწკრივებულიო რა, გმირებიო. მარტო მე კი არა ვარო და სტალინი გამოვიდა ვედროთიო. და გამიგდა ვედროთი რატოა კაცო და ესე თურმე მედლები ქონია შიგაო. სტალინსა. და ესე ამაიღებს ვედროთსო, ჩამაიგდებსო, მიულოცავსო, ამაიღებს და მე რო გამისწორდა და მიყურე. შენ ვალხენაი ბიჭი არა ხარო? სტალინი მეუბნე, ვა მე ვარ. შენ გენაცვალეო და აი მუჭა მაყარა მედლები. ახლა გაგზელება რაშია იცი რომ ეხლა ხო არის ეს ხალხი და ხო იცინიან და უცებ დასერეზულდებოდა შლარტო და რა იყო არ აღჯერა თო როგორ არ აღჯერაო გჯერაო ვისაც არ აღჯერა იმი დედა ამაზე ხო წავდე აი ესეთი პერსონაჟი იყო ჩემო ბატონო. ამას თავის ბიძაშვილები კიდე ყავს გრიშეია გეგიაძე არის იმერეთში და ეთყობა მიუნხაუზენმა შვა ესეთი პერსონაჟები და კი, მთელი მიმდინარეობა სხვა პერსონაჟების გამიგია. ხო, ესეთი რაღაცა იყო კახეთთან დაკავშირებით და აი ახლა სულ ახალს გეტყვი. ჩემთვის ყვარლელია და ჩავეც ახლა. ნუ რთველია ეგ სუფრა. ხან მე ხუმრობ, ხან ისინი ხუმრობენ, მაგრამ ისევ აი ჩემპიონი ბრილიანტები როა ერთ წამოწდა. ამ ჩემი ცოლის სიძეა მახო ქვია და ეს მახო ახლა მე ვიცი რომ кайხანია კაცო, მაგრამ ქათამზე თუ გიждდებოდა არ ვიცი. და თან სოფლის ქათამია ეს კი არა კაცო. და ბიჭო ქათამი ყველას ქათამი შეგვიჭამა რა, ეს მოხარშული ქათამი და ეს დაახლოვდა და ავიდა ეს და ძვლები არის ქვეყნის. ხო და იქით ერთი 150 კილო კახელი იყო ეს შეხედა. ჯო რა მოდერატორები აგლდაბაია შენებ ბიძინა დიდი მადლობა ესეთი ხალისიანი სტუმრობისთვის. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი სტუმარი გახლდათ ბატონი ბიძინა მახარაძე. დიდი მადლობა მას.